ქმარი გამგებლის მოადგილე ცოლის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი, ქმარი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ცოლის საბავშვო ბაღის გამგე, ქმარი გამგებლის მძღოლი ცოლი კულტურის სამსახურის უფროსი, ერთი ძმა სახანძრო სამსახურის უფროსი, მეორე ძმა გამგებლის მძღოლი, მაზლიში და აუდიტის სამსახურის უფროსი, რძალის საკრებულოს აპარატის უფროსი. ყველა ეს დანიშნვა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ განხორციელდა. ნეპოტიზმის ფაქტებზე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. რის მიხედვითაც ახლო ნათესავების დასაქმების მაჩვენებლით სახელმწიფო უწყებებში ადგილობრივი ხელისუფლებები ლიდერობენ და არც თუ ისე იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა თანამდებობის პირების ოჯახის წევრები მათივე დაქვემდებარებულ უწყებებში საქმდებიან. ნეპოტიზმის შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში. პრობლემას უფრო სერიოზული სახე აქვს კახეთში, სადაც ნეპოტიზმის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ნათესაობაზე ან მეგობრობაზე ან უფრო ფართო ქსელზე, ვიდრე ეს არის ოჯახის წევრი. შესაძლებელია გქონდეს ვარაუდი, რომ პრობლემას უფრო სერიოზული. დიმიტრი კალატოზიშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ 2014 წლის 25 ივლისს დაინიშნა. ის გამგებლის გივი გერგიზის მეგობარია. მისი მეუღლე ნანა რამაზაშვილი 2014 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ განყოფილების უფროსად. ცოლ-ქმარი აღნიშნულ ფაქტზე ნეპოტიზმის ნიშნებს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ მათ საკმაო განათლება და კომპეტენცია გააჩნიათ. დიმიტრი კალატოზიშვილმა არ დამნიშნა მე სამსახურში. მე ვარ საკრებულოს იურიდიული განყოფილების უფროსი. დიმიტრი კალატოზიშვილი არის გამგებლის მოადგილე. გამგეობა არის სხვა სტრუქტურული ერთეული და საკრებულო არის სხვა სტრუქტურული ერთეული. მე დამნიშნე საკრებულოს თავმჯდომარე. ნეპოტიზმის ფაქტად მე არანაირად არ მივიჩნევ მას, არ ვიცი გამჭვირვალობა საქართველოს ატო თვლის ასე, ის რომ ხარბატონი ნანა ჩემი მეუღლეა და ის რომ დღეს იურიდიული განყოფილების გამგეა, ეს არავითარ კავშირში არ არის ჩემს თანამდებობრივ საქმიანობასთან, იმიტომ რომ ხარბატონი ნანა ამ შენობაში იურიდიული განყოფილების გამგე მანამდეც იყო 10 წლის განმავლობაში. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეც მოხვდა. დასკვნის მიხედვით ზურაბ არსენიშვილის მეუღლე კულტურის სამსახურის დირექტორად მუშაობს. გუბერნატორის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელმაც კვლევა მისივე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ჩაატარა, სიცრუეში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურის უფროსი არ არის, თუმცა ადასტურებს, რომ კულტურის სამსახურში მეუღლე მუშაობა მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ მართლაც დაიწყო. რომ გითხრათ, ეხლა მეწყინებოდა დირექტორი რო იყოს თქვა, ტყუილი იქნება, მაგრამ ჩემი მეუღლე დირექტორი არ არის, მცდარი ინფორმაცია არის გამოქვეყნებული. მე აქ ვმუშაობ კახეთში 2014 წლიდან. რა თქმა უნდა, ოჯახთან ერთად ჩამოვედი და ახლობით 1 წლის შემდეგ დაიწყო ჩემი მეუღლე მუშაობა მართლაც კულტურის საერთში, მხოლოდ ის არ არის დირექტორი, ის მუშაობს ჩვეულებრივად ხელშეკრულებით, როგორც ყველა თანამშრომელი. საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის პრობლემასთან გასამკლავებლად საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა შეიქმნეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით რესურსებით იქნება აღჭურვილი და დაცული იქნება პოლიტიკური გავლენისაგან. მათივე განცხადებით შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მომზადებული აქვს, თუმცა მერვე მოწვევის პარლამენტს ის არ განუხილავს.